ვიდეო ეხება ჯონ ჯონსსა და ილიას. მათ ორივეს ერთი საერთო აქვთ, თეთრი სახლი. ილიაზე ყველამ ვიცით, რომ ეს კაცი ფენომენალურია. მან ცოტა ხნით დაისვენა სპორტისგან, რომ პირადი საკითხები მოეგვარებინა. განქორწინება ჰქონდა. ძალიან ბინძური საქმეა, მაგრამ ეს მოგვარდა. ის დაბრუნდა და მიზნად აქვს თეთრი სახლი. უნდა ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი. ჯასტინსაც უნდა მასთან ჩხუბი. ყველაფერი ჩვეულ კალაპოც უბრუნდება და ასეც უნდა იყოს. ჩვენ ხომ ვიცით ჯასტინ გეიჯი პედი რომ დაამარცხა. ფოთაშორის მაგარი ბრძოლა იყო. კიდევ ერთხელ საღოლ პედის. ნამდვილი ლომის გული აჩვენა. ახლა კი ილია და მისი ყოფილი ცოლი ჯორჯინა შეთანხმდნენ და საქმე დაიხურა. ელო მოაწერეს შეთანხმებას იმ პირობებით, რასაც ილია თავიდანვე სთავაზობდა. ასე რომ საღოლ ილიას. ის მადრიდში თავის დარბაზში ვარჯიშს უბრუნდება და ივნისში თეთრ სახლში ჩხუბს გეგმავს. როგორც დაუმარცხებელი ჩემპიონი ის აპირებს დაუპირისპირდეს ჯასტინ გეიჯის. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს. თუ ჩემპიონი ხარ და ყავს დროებითი ჩემპიონი უნდა იჩხუბო. გახსოვთ ის სიგიჟე ჯონსა და ასპინალს შორის. ეგ ამბავი საუკუნე გაგრძელდა. ტომი იძულებული გახდა კამარი კერტის ბლეიდსთან დაეცვა. ჩხუბი კი მაინც არ შედგა მას შემდეგაც, რაც ტომი ამდენ ხანს ელოდა. ახლა კი ტომი ისე გვერდზეა, თვალის ოპერაცია სჭირდება. იმედია ყველაფერი კარგად ჩაერვის და ტომი მალე დაბრუნდება. მაგრამ ასეთ საქმეებს ვერ დააჩქარებ. არ ვიცი იქ რა მოხდება, შეიძლება კიდევ ერთი დროებითი კამარი გათამაშდეს. ჯონ ჯონსი, მე ვთქვი რომ ის მორჩა. მან თქვა რომ დიდი ალბათობით დაასრულა. ძმაო, მე მისი ნახვა კორმიესთან ან რაფისთან მინდოდა. ჯონმა თქვა თეთრ სახლში ჩხუბი მინდაო, იყო საუბარი პერეირაზეც. მეგონა ეგ მოხდებოდა, მაგრამ დეინამ თქვა საიმედო ხალხი მჭირდებაო. ჭორების მიხედვით ჯონს 35 მილიონი შესთავაზეს ასპინალთან ჩხუბისთვის და მაინც უარი თქვა. დეინა ყველგან იცავდა ვიდეოებს დებდა რომ საუკეთესოა. ჯონმა კი მაინც ფშალზე დატოვა. ასე რომ თეთრ სახლში მაგას არ იზამია. პერეირა ჯონსის წინააღმდეგ შეიძლება სხვა ივენტზე ვნახოთ. ჯონ ჯონსმა თქვა მორჩა პენსიაზე ვარო. შეხვდა მებრძოლს, რომელსაც საკუთარი გვარიც აღარ ახსოვდა და არ უნდოდა თვითონაც ასეთი გამხდარიყო. თუ ეს გზის დასასრულია, კუდი უნდა მოვიხადოთ და მივულოცოთ ფენომენალური კარიერა. ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი ოქტაგონის გარეთ. მაგრამ შიგნით რაც გააკეთა, საოცრება იყო. ის გზა ნახევრად მძიმე წონაში. მერე სირილ განს რომ მოუგო და გახდა მძიმე წონის ჩემპიონი. მერე დაცვა სტიპე მიოჩიჩთან. ორივე ბრძოლა ძალიან ადვილი გამოაჩინა და მერე როცა ხედავ სირილ სტონთან, წესით ეგეც მაგარი ჩხუბი უნდა ყოფილიყო. ჯონ ჯონს თუ მიდიხარ სპორტიდან, ეგ არის და ეგ. თუ ვეღარ გნახავთ ოქტაგონზე, პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას ნახვამდის. ახლა კი ილია დაბრუნდა. მადლობა ღმერთს. მეგონა აქაც ისეთივე არეულობა გვექნებოდა როგორც მძიმე წონაში. ილიას არავის ეშინია. დიახ, უნდა ახაჩებთან 170 ფუტში ბრძოლა. და დიახ არის არმან სარუკიანი, რომელიც იმსახურებს შანსს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ის იმსახურებს ამას. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან დროებითი ჩემპიონი გხავს. არმანი შეიძლება ერთხელ გახდეს ჩემპიონი, რადგან მართლა მაგარი ბიჭია, მაგრამ ახლა მთავარია ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. მითხარით რომ მათი ჩხუბი არ გინდათ. ილიას ნაკლები ტრამვები აქვს. კაცი თავის პიკშია. პენსიაზე არც კი ფიქრობს. ამბობს 170 ფუტში ავალ და მესამე კამარსაც ავიღებო. მას უნდა ისტორიაში შევიდეს. უნდა ლეგენდა გახდეს. მას უნდა გახდეს ყველაზე დიდი მებრძოლი, რაც კი ოდესმე ყოფილა და შეიძლება მართლაც გამოუვიდეს. რადგან მისი დარტყმის ძალა და რეფლექსები საოცრებაა. კაცი არის სრულიად ახალი. არანაირი ოპერაციები, არანაირი პრობლემები პირად ცხოვრებაში, არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი. ის ბრუნდება და მეგაძლევს გარანტიას, ეს ბრძოლა თეთრი სახლის მთავარი მოვლენა იქნება. ამაზე უკეთესი რაღა უნდა მოხდეს.